ლელა კაკულია მოდის თქვენთან შესახვედრად. ისრაელში დაბრუნების იაპონიას ცუნამის ვარსკვლავი ცეცხლშია. რუსეთის ტრამვალები ცეცხლის გადარჩებიან. ეს უდიდესი რაღაცა, რასაც მე ვიცახ. ვხედავდი, რომ საქართველოში სისხლი წვეთავდა ზემოდან. თქვენ ამას ხედავთ? რა თქმა უნდა, ვხედავ. შემოგვიერთდი. დღეს ყოფილში ძალიან საინტერესო სტუმარი მოვიდა. წლების წინ მან იწინასწარმეტყველა დამანგრეველი მიწისძვრა იაპონიაში, 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში, 2008 წლის აგვისტოს ომი ხანძარი მოსკოვის შემოგარენში, ბინ ლადენის სიკვდილი და კიდევ უამრავი მოვლენა, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკა შეცვალა. ის ამბობს, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ ხედავს წინასწარ. ხავთ მივესალმოთ. პირველად პროფილში ლელა კაკულია მოვიდა. გამომშვიდობისა. გამარჯობა, გამარჯობა. ძალიან მიხარია, რომ დღეს ხარ თქვენი სტუმარი და მოგზაურობ. შეიძლება დავგზავნოთ. კაკულიელა, შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა არ იცის, მაგრამ 80-იან წლებში მოხდა ესეთი ფაქტი. ცნობილ ნათელმხილველს, ვანგას ყავდა სტუმარი, რომელსაც მან უთხრა, რომ რატომ მოდიხართ ჩემთან? კავკასიის მთებში ცხოვრობს ცისფერთვალება ქალი, მან ჩემზე უკეთ იცის ყველაფერიო. აღმწერა, რომ არის ცისფერთვალება, თეთრი, მაღალი, აი ესეთი ქალი, რომელსაც სახელად ქვია ლაილა, ლეილა. ასე თქვა მას? ზუსტად კი. და მე გაუცებული დავჭი, იმიტომ რომ აქ რატომ მორბიხართ, როცა კავკასიაში თქვენ ყავთ ასეთი უძლიერესი ფენომენი. 7 წლის იყავით, მე როგორც ვიცი, როდესაც ეს ფენომენი პირველად გამოჩნდა. 7 წლისას უკვე ვიცნობიერებდი რაღაცეებს. თქვი აღნიშნე კიდევაც რომ იყავდა ყურება, ადამიანების თვალიერება, ყველაფერი მიზიდავდა. რატომ აკვირდებოდით ადამიანებს? დაკვირდებოდი, ეს იყო რაღაც ჩემთვის უცნობი რამ, საიდანაც მოდიოდა დიდი ინფორმაცია ირგვლივ და ასე რომ ვთქვათ, ვთამაშობდი. ამის აღწერა იცით ძალიან ძნელია რა. ადამიანები ყოველთვის კითხულობენ, როგორ ხედავდი, საიდან, რა მოგივიდა ის, ხა თავი არაფრის მიმირტყი, არაფერი არ მოსვლია. თქვენ მითხარით, რომ რაღაც უხილავი ეკრანი იმართებაო თითქოს, ჩემსა და რაღაც არა, ეს ეკრანი როგორ და იქ ხედავ ყველაფერს. დიახ, ახლა აი როცა ვხედავ, მოდის ეს თვითონ რა თქმა უნდა, ხა მე და თქვენ შორის, ხო ეს ჩდება ასეთი რაღაცა თხელი გამჭვირვალე ეკრანი და აი იქ ვხედავთ ყველაფერს და ამასთანავე არის ის ხმაც, რომელიც ჩვენ ხმა, ანუ გონება თვითონ მუშაობს ხმასთან ერთად, აი როგორ აგიხსნათ, აი რომ ვწერ, რასაც ვხედავ და მეუბნებიან და მე იმას რომ ვკითხულობ და გადავხედავ, ეს არის მართლა საოცრება. როდის დაიწყო ეს გლობალური მსოფლიო მოვლენების წინასწარმეტყველება? ეს ყოველთვის მქონდა მე. პირადად ჩემ თავზეც კი მე 15-16 წლის ვიყავი, როცა ვიცოდი, რომ მაგალითად მე გოგონა მეყოლებოდა 43 წლის ასაკში. საიდან იცოდით? ვიცოდი, ღრმად. მე დროს ვერ ვხედავ. ერთადერთი ეს რაც არის, ეს არის დრო. და ყოველთვის ანუ როდის მოხდება? ხო. არ არსებობს დრო რა მერწმუნეთ რა. ეს არის უსაზღვრო სივრცე და დროის ფაქტორი გამორიცხულია კოსმოსურ ზოლზე. და რეალურ ნამდვილ წინასწარმეტყველებებში დრო არასოდეს არ ფიგურირებს რა. პირველად როდის მოვიდა გლობალური წინასწარმეტყველება? 84 წელს მაგალითად ხედავდი, რომ თაწმიდის თიდან აი სისხლი წვეთავდა ზემოდან. ასე კადრებით ხედავდით? კი, და სულ ყოველთვის ვუყურებდი, რომ სისხლი წვეთავს. მაგრამ ის პასუხი რომ აი საიდან და რატო არ იყო. აი უბრალოდ სისხლი წვეთავდა და მე მოგეხსენებათ ის რომ საბაგირო რომ გაწყდა და ხალხის დაიღუპა.
ხაცბინიდან სისხლი წვეთავს. უბედურება მოხდება. დიდი სირთულეები უდევს რუსეთს წინ. რუსეთი დაიშლება. მოდი შავი უზარმაზარი ტალღა. რუსთაველზე ტანკებს ხედავ. ძალიან ცუდად ვარ. ეს არის ჩემი ტკივილი. ხედავ იწვის რუსული ტრამალები, იწვის პურის ყანები და ტყეები, რაც დასდისის საქართველოში იმას მოიმკიან. იაპონიას დიდი ცუნამი გადაუვლის, მაგრამ გადარჩებია. ხედავ იაპონიაში დიდი მიწისძვრა იქნება. იაპონიისთვის ძალიან საშიში ატომური სადგური. საცავებიდან ნახат ჭურავს, ფრთხილად. ვიწინასწარმეტყველეთ თბილისის ომიც. ეს თბილისის ომი ვიწინასწარმეტყველე, ძალიან მხატვრულად სხვადასხვის ახლა მხატვრულად როგორაა მართლა ხედავდი ახლა გამოღამებული, გაშავებული, ეს აფეთქებული, დანგრეული რუსთაველი, ეს კინო, და როდის იყო ყველაფერი. სხვადასხვის 87 წელს ვხედავდი, რომ საქართველოში ესე იგი უყურებდი ეკლესიას და თითქოს ხვიარები და ესეთი ბეტონით იყო შემოჭედილი იყო და აი ამ ხვიარების წინ იყო ვაზი გაშენებული და უცებ ასეთი რამ ხდება რომ ეს ვაზი იკაფება და უცებ ეს ხვიარა და ბეტონის კედელი დაიშალა რაღაც და გამოჩნდა და გაბრწყინდა და ეს იყო საქართველო. და ეს ვაზი რო იკაფებოდა ეს არ მომეწონა რომ რატო იკაფება. როგორ დააკავშირეთ ეს ამბავი მე კონკრეტულ ფაქტთან? დავაკავშირეთ ვიწინასწარმეტყველე მე. ეს წამოვიდა ყველაფერი რო თბილისში იქნება ეს ომი, ასე რომ პრეზიდენტს პირველ პრეზიდენტს ვეღარ ხედავ ცოცხალს. მე იქვე დავაფიქსირო 92 წელს რომ აფხაზეთში იქნება ომები, მაგრამ ქართველები ომს გაუმართავენ რუსებს. რუსებისთვის ეს წარმოუდგენელია, ვხედავ დიდ ომს, ქვაქვაზე არ დარჩება, მაგრამ საბოლოოდ საქართველოს იმარჯვებს. და ფსოუზე ვხედავ ქართულ დროშას აფრიალებულს. ნუ ეს არის 100%. ეს არის 100%. აი მე მინდა მიმართო ჩემ ხალხს და ქართველებს. ქართველებო, მე რწმუნეთ, მე ვიცი, რასაც ვიძახი, მე ვიცი, რასაც ვხედავ. 2008 წლის 8 მარტს გაქვთ ნათქვამი? რომ იაპონიაში მოხდებოდა დამანგრეველი მიწისძვრა. მე მიწერია ზუსტად. ოღონდ 92 წელს, 1992 წელსაც არის თქვენს წინასწარმეტყველებებში იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრა ნახსენები. ნახსენები და კიდევ არის ნახსენები 2006 წელსაც, 92 წელს დავწერე რომ იაპონია მოითხოვს კურილის კუნძულებს და მე ვნახოთ თქო როგორია მიწებზე ომი თქო რუსეთსა და იაპონიას შორის. იმავე დღეს გაქვთ ნათქვამი რომ მოხდებოდა ცუნამი. კი, ცუნამი მოხდებოდა. ნამდვილად უყურებდი ამას და აღვნიშნე რომ იაპონია როგორ უყურებდით კომენტარს? უყურებდი წყლის უზარმაზარ მასას, როგორ მოდიოდა ისეთი უარყოფითი ის იყო, ცუდად გავხდი. ჯერ მე მეგონა რომ საქართველოს გვექცევა თავზე. და კარგად რომ დავაკვირდი პირდაპირ იაპონიას ხო დავწერე, ეს ხო ფაქტია. ამას ხომ რანაირი კუთხითაც არ უნდა მიუდგნენ ადამიანები და რანაირი კითხვაც არ უნდა დასვა, ხო და დასვათ ხომ? ეს ხო ფაქტია რომ დავწერე მე. იაპონელებო თქვენ არ გიგონოთ რომ ეს ის რყევებია, რასაც ყოველთვის ხართ მიჩვეულები. აი ეს არის ის რყევა, რომელიც გამოიწვევს დიდ ნგრევას, მიწისძვრას, ცუნამს და 3 ატომური სადგურის აფეთქებას. ეს გიწერია. მე მიწერია. ახლა უფრო მე მესტუმრა იაპონელი კონსული, იყო ერთი ჩოჩქოლი, ერთი ამბავი. ხო და ახლა იქ ითარგმნებოდა. ხო და ეს კონსული გაუცებული მიყურებდა და ეს იყო მიწისძვრის შემდეგ. კი, უცებ ის და ისიც აღვნიშნე რომ თქვენ მალავთ. თქვენ ამტკიცებთ რომ იქ კიდევ არის პრობლემა. კი, იქ არის პრობლემა, ნამდვილად არის პრობლემა, ნამდვილად. ასე ადვილი არ არის ჩაქრობა. მე ჩერნობილზეც აღვნიშნე რომ ჩერნებული ჟონავს ხო და რუსებს ადგიათ კაიღე კიდო იქ. მე მახსოვს თქვენი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება უფრო სწორად წაკითხული მაქვს. სადაც წერთ, ხედავ იწვის რუსული ტრამალები, იწვის მათი პურის ყანები და ტყეები. ეს არის 2008 წლის 9 სექტემბერი. კრემლის ვარსკვლავს ხედავ ბოლში. და მე მახსოვს ეს იყო ხშირად ხუმრობის საგანიც ყველა ამბობდა რომ რანაირად შეიძლება კრემლის ვარსკვლავი ხო და აბატონო ხო მოხდა.
ხომ მოხდა და საერთოდ იცით რა იოლად იჯერებს ადამიანი ვისაც ეუბნებით არა ვინც მე მიცნობს ის საერთოდ კითხვასაც არ მისვავს კითხვასაც არ მისვავს მან იცის რომ მე ვიძახი მართალს და მართლაც მოხდა ეს რა თქმა უნდა და მაგრამ ეხა მაშინ ვინ დაიჯერებდა რომ კრემლის ვარსკვლავს ხედავ ასა ცეცხლი უკიდია ტრამალებს იწვის ეს ყველაფერი და ის თქვენ მაშინ ხანძარი დაინახეთ მე დავინახე ზუსტად როგორ იწოდა აი როგორც იწოდა ისე და მე კიდო დაიწვება მართლა კიდო დაიწვება იმიტომ რომ ის ცეცხლი დუხს მიწაში ის ცეცხლი არის და ეხლა რა ჭირთ იქ რუსებს ანუ ეს სტიქიური უბედურება იქნება გეოლოგებმა ის კი სტიქიური უბედურება ნამდვილად მე კიდევ ვხედავ მიწისძვრებს ჩვენთან ხო არ იქნება არა საქართველოს ის დაცვითი ენერგეტიკა რაც იცავს მე ის რუკა თქვენ ნახეთ მიკიდია და კარგია საიდან გაჩნდა ეს დაცვითი ენერგეტიკა დავინახე მე დავინტერესდი იქ ინგრევა იაპონია ინგრევა იქ ეს ხდება მოსკოვში ცეცხლი უკიდიათ კაცო ეს მე საქართველოსაც გადავხედე აი რა ხდება და საქართველოში პოლიტიკური ხმალაობის მეტი არაფერი არ დამინახია იქ და პატარ-პატარა მიწისძვრები ხა საქართველოში ყოველთვის იყო მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს აი ესეთი რამ იცით რა მე მქონდა ესეთი 88 წელს ვთქვი ხმამაღლა სახში მარტო ვიყავი რომ ღმერთმა დაიფაროს რომ შავი ზღვა და კასპიის ზღვა ერთმანეთს შეერწყას რატომ თქვით ეს აი ვთქვი ასე იმიტომ რომ ეს ცუნამები რომ მოდიოდა და ესეთი ის მე რამდენი წლების შემდეგ რაღაცა მოდიოდა ეს კოსმოსიდან სიგნალი მაგრამ მაშინ ეს ხო ვერ გავათვითცნობიერე იმიტომ რომ მე თუ არ დავინახავ საკუთარი თვალიდან თუ ყურში კარგად არ მეტყვიან არ დავწერ დღევანდელ წინასწარმეტყველებებში უფრო სწორედ რამდენიმე წლის წინასწარმეტყველებებში წერია რომ რუსეთი დაიშლება ძალიან არარეალურად ჟღერს ახლა ამის იცი რა არარეალურად ყველაფერი ჟღერდა რაც ასრულდა ხო და რომ დაიშლება რატო გიგვით რუსეთი თითქმის დაშლილია უკვე რუსეთისთვის ეს არის უდიდესი თავის ტკივილი აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩრდილოეთ კავკასიაზე თქვენ ამას ხედავთ რა თქმა უნდა ვხედავთ ანუ ეს ანალიზია თუ ანალიზი არ არის საყვარელო 90-იან წლებში დიდი ასოებით მიწერია გაზეთებში წიგნებში რაც გამოუშვი მე ჟურნალში ეს სულ ფაქტებად მილაგია თორე რა იტანდა ამ ადამიანების ურწმუნოებას აბა სად გააქვს რომ მეკითხებიან სად წერია და აუფრიალებ ხოლმე ცხვირწილ აი ამ წიგნში აი ამ გაზეთში აი ამ დროს და ეს უკვე ფაქტია და ვეღარ უარყოფს უკვე სწორედ ამიტომ მოდით შემოგვიერთდეს ადამიანი რომელიც აღნუსხავს ყველა თქვენს წინასწარმეტყველებას და გაზეთის ფორმას აძლევს თქვენი გაზეთის რედაქტორი ქალბატონი ირმა გელაშვილი გთხოვთ მე ვესალმოთ ახალ მომშვიდობისა ძალიან დიდი რატომარი მოხდა საკუთარ თავზე საუბარი არის ძალიან რთული სინამდვილეში ქალბატონმა ლეონამ ძალიან ბევრი რამე არ თქვა ის რა წერია თქვენს გაზეთში ირმასთვისაც გაქვთ წინასწარმეტყველები მრავალი წლის წინ მაშინ ქალბატონ ლელასთან შეხვედრა მქონდა ოცნებად ქცეული, იმიტომ რომ ვიცოდი რომ არსებობდა ასეთი ფენომენი და სრულიად შემთხვევით სხვათა შორის სრულიად შემთხვევით მოვხვდი. აი მაშინ ჩემი ვაჟი გახლდათ დაახლოებით 3 წლის და მაშინ მითხრა ქალბატონმა ლელამ. ჯერ დამიხასიათა თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად ეს სხვა თემაა, მაგრამ მითხრა შენი შვილი დაახლოებით 16 წლის ასაკში მოყვება ავარიაში. ცოტა შევცვი, დამშვიდი, მითხრა ჩვენ გარდა იმისა რომ წინასწარმეტყველებ და ეს ჩვენ რას ნიშნავდა მე მაშინ ვერ მივხვდი ახლა ვიცი. ამას აგიხსნით ახლა. ეს ჩვენ ქალბატონ ლელა თავის ჩანაწერებში არ ამბობს მე ვხედავ, ჩვენ ვხედავთ. ჩვენ წინასწარმეტყველებთ. ანუ ეს მიანიშნებს იმას რომ ქალბატონ ლელა მარტო არ არის, როდესაც ამას აკეთებს. მას ზე ბუნებრივი ძალები, ზე სამყარო აწვდის ინფორმაციას და ქალბატონ ლელა ამბობს ჩვენ ვხედავთ. ხო და აი მაშინ მითხრა ქალბატონმა ლელა რომ ჩვენ გარდა იმისა რომ წინასწარმეტყველებთ ადამიანებს ვაძლევთ დაცვით ენერგიას. მე ახლა ესე ხელით ზუსტად სადაც ეწერა სახელი ჩემი ვაჟის სანდრო ესე ხელი დაადო და თქვა მე ახლა შენ შულს ვაძლევ დაცვით ენერგიას რომელიც ზუსტად მაშინ ამუშავდება როცა საჭირო იქნება. დაიმახსოვრე ესე თითით მითხრა შენ ჩემს სიტყვებს მაშინ მიხვდები როცა დანგრეული და გადასაგდებად განწერული მანქანიდან ისე გადმოვა რომ თმის ღერი არ ექნება ჩამოვარდნილი. და რა მოხდა? ირეკავენ და მატყობინებენ რომ ჩემი ეს დაახლოებით 16 წლის ვაჟი იცი რა არ ინერვიულო კარგად არის მაგრამ ავარიაში მოყვა.
ეხა ძალიან მცხენია, მაგრამ უნდა ვთქვა, არ მინერვიულია. გავიკვირვე და ვინერვიული, ასე ვთქვათ, ფასონად. იმიტომ რომ ვიცოდი რა შედეგიც უნდა ქონოდა. მე სასწრაფოდ როგორც დედამ განერვიულებულმა, მართლაც დარწმუნებული ვიყავი, ეჭვი არ შემპარვია, რომ არ მატყუებდნენ და მართლა მეუბნებოდნენ, რომ შვილი იყო კარგად და არაფერი არ ჭირდა. უბრალოდ ნახა ხუნდა მენახა ჩემი ნაავარიები შვილი, გავვარდი, მივარდი და ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად იდგა ქუჩაში ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი, არანაირი განაკაწრი არ ქონდა. მანქანა საშინელ მდგომარეობაში 60 მეტრი იტრიალა საშინელი სისწრაფით, მოტეხა 3 განათების ბოძი, ერთი თვალწვები მანქანაშიც იყო შესული. ბოლოს მანქანა რომ გაჩერდა და ხალხი გაიქცა, რომ როგორმე იქნებ ცოცხლები გადმოეყვანათ და ესენ თვითონ და მისი ნათესავე გადმოვიდნენ ფეხით, სახსალამათები, გაუგნებული ხალხი ეს ხელით ინჯავდა. როგორ შეიძლება რომ თქვენი ხა მანქანიდან ცოცხლები იყო და მით უმეტეს არაფერი არ ჭირდეთ. მე როგორც მივხვდი, წინასწარმეტყველების შეცვლა შეიძლება თუ თქვენ მოინდომებთ. რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანად არ შეიძლება. ხანდახან ვარღო ხოლმე წესებს კოსმიურს. ეგ როგორ? აი ასე, მივდივარ საპირისპირო დინების წინააღმდეგ. შესაძლებელია. ჩაბღაუჭებო დიახაც, ჩემი საკუთარი შვილი თუნდაც შოთიკო. მომიყევით რა. ჩემი შვილი, როცა დავითი, ჩემი დაცვა, კაბინეტიდან რო გამოვიდი, კაბინეტთან იდგა და ჩაუქრო ლეუცებ და იცი შოთიკო თქო, ძალიან ცუდად გახდება თქო. მაგრამ გამოვიყვან თქო და შევარდი ჩემს საწოლ ოთახში. და საიდან იცოდეთ რომ ცუდად გახდება? აი ეს უცებ დავინახე და გზაში ვთქვი, იქიდან იქო გავიქეცი კაბინეტიდან საწოლ ოთახში. ეს გზად ვთქვი და დავითმა ყურები დაცვიდა და რა სიძახიო მამულაო, იმიტომ რომ ესენი მიჩვეულები არიან. მე ვერც ვხუმრობ, იმიტომ რომ ჩემი ხუმრობაც არ შეიძლება, ისიც სრულდება. ხუმრობა რომ მიდა და რაღაცას თუ ვიტყვი, ვიცი რომ გულს გაუხეთქავ და ამიტომ ჯობია ჩუმად ვიყო. და რა დაემართა? ხო, რა დაემართა და ჩემ შულს თირკმელები გაეთიშა. რამდენ ხანში ამ ორი თვე თუ თვენახევარი იყო იმან გასული, ხო, თვენახევარი რომ გავიდა, მე ურეგში ვიყავი ზღვაზე, ჩემი ბრძალი ექიმია და ძალიან კაი ექიმი დიანა მესხი და დამირეკა დიკომ რომ დედა შოთას ესე ჭირს და მაშინ ამომიტივტივდა ეს ჩემი წინასწარმეტყველება რომ შოთიკო ძალიან მძიმედ იქნება და ძალიან ცუდად გავხდი რა ძალიან ცუდად მაგრამ იქვე მომაგონდა რომ მე უშველით ხო ვთქვით ხო როგორ უშველეთ ხო და აი როგორ აი ასე ენერგიით რო ჩამოვედი ჩემი შვილი ფაქტურად უკვე როგორც შემარძამა თქვა ეს მეორად ძილში გადავიდა და კომაში უკვე და გაეღრმა კომაში და გაეთიშა ყველაფერი. და ექიმები რას ამბობდნენ? არაფერი, ჩემი ექიმები, ჩემი მეგობრები თავზე ედგნენ, აწურულები და ასე მიმიკებით მე ჩემთვის რა უნდა ესწავლებინათ თვითონ არ იცოდნენ რომ მე ძალიან კარგად ხედავდი რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი რომ ჩემი შვილი კვდებოდა მე ვიცოდი რომ კვდებოდა ეს გამოვიყვანეთ თქვენ ხომ ასე თქვით ხო და აი როგორ გამოვიყვანე და აი ენერგიით ჩაფრენილი ვიყავი და დამძახოდი შოტიკოს რომ დედიკო მომყევი მე ვიცი რომ შენ ჩემი ხმა გესმის შენ ხედავ რაღაცებს მე არ მოგცემ უფლებას რომ შენ წახვიდე იქეთ და ესე ჩაფრენილი კი არ ვიყავი მართლა და კი არ ვაჯანჯღარებდი აი ვიდექი და მთელი ენერგია მიმდიოდა. ანუ სიტყვიერად არაფერს არ ამბობდით. და სიტყვიერად მხოლოდ ვეუბნებოდი მომყევი. იქ გაითიშა მე ფილტვები. ნუ რაც ვირუსი იყო, ხო ყველაფერი შეეყარა და გონებაც გაჩერდა. აპარატი ამუშავებდა. და მაშინ იყო რომ ნუ მე დავით მეუთხარი მე მიჭირავს ხელში ჩემი შვილი. მე რომ ხელი გაუშვა ის მტარია. როდემდე მეჭირება აღარ ვიცი. მე მინდა კარგი ექიმი. მე მინდა ის ექიმი, ვინც ამას გააკეთებს, რასაც მე ვხედავ, ანუ ის წამლები, რაც მისთვის არის. ეხლა ნერვულად ლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან გადავარდი ახლა იმ პერიოდში და ნუ მე მოხდა ისე რომ ჩემი მეგობრები, აი ეს უცხოელები სხვათა შორის უდიდეს პატივს სცემდნენ. უცხოელებმა ძალიან ბევრი რამ გამიკეთეს, თვითმფრინავი უზარმაზარი თანხები გადაიხადეს, თვითმფრინავი ჩამოფრინდა გერმანიიდან და სპეციალურად და კარგად მახსოვს ორი ექიმი
გერმანელები ორი ჩანთით, როგორ ავედით რეანიმაციაში. მეს ექთები ყველა გავწიე ხელით. ხელი არ დააკაროთ თქო. იმიტომ რომ იქ დაიწყეს ახლა აღება ზურგის ტვინის რაღაც სითხის იცი და ერთადერთი მაშინ ამოვიღეხმა რომ მაშინ ვიკივლე. ხელი არ ახლოთ. არ ახლოთ, იმიტომ რომ არ მიეკაროთ. მე ვიცი თქვენ რასაც აკეთებ და რაც იქნება და ნუ მოკლედ კიდე რომ там შევიკავე იქ თვითონ გერმანელებმა აბსოლუტურად ჩამოხსნეს რაც კი ქონდა იქ გაკეთებული ეს აპარატურა თავის აპარატურაზე შეაერთეს და ნუ მოკლედ უმაღლეს დონეზე იქნები მათ მოუშვეს ხალხო. იცი რა შეიძლება მაყურებელმა ეს კითხვა დასვას. დამისვას მე 18 დღე აქ მყავდა გათიჩული და 18 დღე იქნება გერმანიაში უკეთესი სპეციალისტები იყვნენ და იმათ მოუშვეს. მე მაყურებლის კითხვას ხო მე რა მაყურებელმა კი რა თქმა უნდა ესეთი კითხვაც კი იქნება მაგრამ ფაქტი ის არის რომ ის რაც ჭირდა ამბავს თვითონ გერმანელებმა იქ დაამტკიცეს ის რომ ეს ძალიან რთულია და ეს მოკვდება. რამდენ ხანში გამოკეთდა? თვითმფრინავში რო აიყვანეს და გადააფრინეს გერმანელებმა თქვეს რომ ეს ვერ გადარჩებაო. ზუსტად იქაც 18 დღე შოთიკო იყო გათიშული. და მე რომ მოვიდა გონებაზე ნელ-ნელა და ნუ ტვინი რო ქონდა ბავშვს ასეთ მდგომარეობაში იქ ვერ მიხვდა სად იყო, რა თქმა უნდა, დაიწყო კივილი, ყვირილი, ეს ნევროზი ბავშვს უცებ ვერ დაალაგა სანამ ტვინი და ეს აუმუშავდებოდა. და მე მითხრა, რომ მე დედიკო ერთადერთი რასაც ხედავდიო, პატარა ესეთი ეკრანივით იყო, აი პატარა ეკრანივითო და აი ხედავდი შენო, ხმამესმოდაო. კიდევ ვკითხე, დედიკო გესმოდა ჩემი ხმა, დედიკო შენ მტარი იყავით ხო? ვიციო დედაო, მაგრამ მე შენი ხმა მესმოდაო და მე ვიცოდიო რომ არ გამიშვებდიო, რომ მეუნებოდიო. აი ერთადერთი თორე იქ ექიმებიც დაკიოდნენ. ნუ მისი ცოლიც ყველა კიოდა და ყველა უყურდა შოტიკო, მაგრამ რო გაითიშა უკვე და კომაში რო გადავიდა. და მითხრა მე მესმოდა შენი ხმა და როცა გამოფხიზლდა, ნუ იქ ერთი ამბავი იყო ნერვიული ყვირილი მისი აფორიაქება რა თქმა უნდა ეს და სანამ გონზე მოვიდა მე დამაწყნარებლებს უკეთებდნენ გერმანელებმა თვითონ ახსნეს რომ კაცო ტვინი გათშული ქონდაოდა რას თხოვოთო რომ ეხა ალაპარაკდესო ეს და ეს ნელ-ნელა ასე გამოიყვანეს. ახლა როგორ არის? ეხა მშვენივრად არის. გაუკეთე მისი ნახატი დიდი, სახში უკეთე. მინდა და მეკითხა ნახატებზე. სუეფერება. ძალიან საინტერესო და უცნაური ნახატები გაქვთ. რატომ ხატავთ და რას ხატავთ? რას ხატავ და კოსმოსს ხატავ. აი ესა გადმოვცემ იმას რასაც ძალიან ფერადია თქვენი კოსმოსი. ძალიან ფერადია და ძალიან ლამაზია კოსმოსი. რო ნეტე ჩემი თვალით დაგანახათ 5 წუთით მაინც. სულ მეკითხებია გავწველა, გავთხოვდები, როგორ ვიქნები, შევხვდები, აი ამაზე რატო ღიზიანდებით ხოლმე? კაცო, ეხლა 65 წლის ქალი რო კითხავს, გავთხოვდებიო, რა უთხრა კაცო? როგორ არ უკითხავ და რა? და ზაგინახავთ მისი მომავალი? დამინახია კი. რას პასუხობთ ხოლმე? ვერ გათხოვდები თქვა, ხა ტყუილი მე არ შემიძლია. ქალბატონლა, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც 55 წლის ქალბატონმა ესეთი შეკითხვა დასვა და ჩემდა გასაოცრად მე ესე ვკითხე რა, აი ყოველი შემთხვევისთვის მაშინ ვღებულობდით საგაზეთო ანკეტეთ შეკითხვებს და ქალბატონმა გადმომხედა. გათხოვდებაო, მითხრა, სხვათა შორის ძალიან მალე. წერილი მოიწერა ქალბატონმა. ეს იყო მაშინ საგაზეთო ანკეტა ქონდა სპეციალური, სადაც ადამიანები დაწერდნენ მხოლოდ სახელს და ასაკს და თავის კითხვას და აი ესე 55 წლის სახელი აღარ მახსოვს სამწუხაროდ, თუმცა არქივში ეს ყველაფერი შენახული მაქვს. და ქალბატონს ოჯახის შექმნა და მოიწერა. ეს სრულიად ჩემთვის მოულოდნელად ქალბატონმა ლელამ გათხოვდებიო. გავეცი ქალბატონს პასუხი. გაეცინა, იცით, ტელეფონზე რეკალდება.
რა ვიციო და ამერიკა მე დაახლოებით ალბათ 1-2 თვეში არ მახსოვს ზუსტად რაღაცა ცოტა ხნის მერე ცოტა მოკლე ხანში და ძალიან სიცილით მითხრა რომ შექმნა ოჯახი მეუღლე როგორ გაიცანით მეუღლე აი ესე გავიცანი წინასწარმეტყველობდი და თვითონ მიღებდა მართლა გავიცანით ასე ძალიან კაი მეუღლე მყავს იცოდით რომ გაიცნობდით და ვიცოდი და მე ყველაფერი ვიცი უბრალოდ იცით რა არის ვიცი და არ ვლაპარაკობ ადამიანთან განსაკუთრებით აზრი არ აქვს იმან სანამ ადამიანს არ აუსრულდება აზრი არ აქვს ელაპარაკო როცა ის თქვენს გადასაღებად მოვიდა უკვე იცოდით რომ რა თქმა უნდა დაუძახოთ მაშინ ხო დაუძახოთ კაბატონ ლელას მეუღლე სიმონ პატარაია საღამოშიდობის და გამარჯობა ძალიან დიდი მადლობა რომ მოგდანდით ჩვენთან დაუშვენეთ გვერდი მეუღლეს თქვენ მომიყევით რა როგორ გაიცანეთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო კოოპერატივების ჩამოყალიბება რაღაც ჩამოყალიბეთ კერძო ტელევიზიას არ ვთქვათ და ჩვენმა ოპერატორმა აღმოაჩინა ესეთი ქალბატონი რომელიც წინასწარმეტყველობდა საქართველოს ძალიან დაგვაინტერესდა იქიდან დაიწყო ეს წახვედით გადაღებას წავედით გადაღებაზე ერთხელ ორჯერ სამჯერ და შევხვდით რთული არ არის იყო ასეთი ქალბატონის მეუღლე რომელმაც წინასწარ ყველაფერი იცის თქვენზე რა ცით რა არის მე მგონი ყველაფერი ბედისწერა ხო კი იმას ვერ ბედისწერას ვერ აცდები მე ვიცოდი ნუ ვიცოდი როგორ გითხრათ ახლა ნუ ქალბატონმა იცოდა ფაქტიურად რომ მე ვიქნებოდი მეორე მაგრამ დამთმობი ვარ ხო სიმონე კი როგორი მეუღლე ხარ ყოფით ცხოვრებაში როგორია არ ვაწუხებ ხო პირიქით ვეხმარები ხო რა ვიცი ყველანაირად ხელს ხო და თქვენთვის არ არის ძნელი ასეთი ცნობილი ასეთი ყველასგან განსხვავებული ქალის მეორე პრინციპში იცით რა მივეჩვი არ არის ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის რა ძალიან ყოფით კითხვას დაგისვამთ რა არ გეწყინოთ ოღონდ აი თვალსაც რო ვერ გააპარებ გვერდზე იმიტომ რომ ის რო იმანი იცის და გაიგებს ამიტომ მაც უნდა გააპარო რა ესეთი რაღაცეებიც იცით კაბატონლე რა ანუ შეუძლებელია თქვენი მოტყუება იცით რა აი ამ საკითხზე არ ვცდილობ საერთოდ რა არ ვცდილობ საერთოდ ვილაპარაკო არა მე ხა ცოტა სახუმარო თემა შემოვიტანებ იმიტომ რა მე სახუმაროთ ვიტყვი ხა ადამიანია მე თვალს დავხუჭა ამიტომ ვერ ხედავ მოწონს ვაუ ბრავო გაიგარია როგორ მეუღლე როგორ ხართ შეუძლია იყოფით პირობებში როგორც ის არა რა არის იცით ჩაგეტილი ვარ მაინც ვზივარ წინასწარმეტყველობ სიმონ არ გაიარო ხელი არ შემიშალო არ ბრაზდება მერე არ ბრაზდება არა პირიქით ვაიმე ხელს გიშლი ხო და გაივლის ჩუმად მოკეტავს კარებს ყველანაირად ხელს მიწყობს იცით სიყვარული როგორ აუხსენეთ კაბატონმა ლელამ კი იცოდა ჩუმად არა ნუ ახლა უთქმელად რა მან გაიფიქრა და თქვენ მიხვდით ხო რა თქმა უნდა ხო რა თქმა თქვა რა ძალიან აკაკულია გიყვარს ისედაც გასაგებია ყველაფერი თქვენი შვილები უნდა შემოგვიერთდნენ კაბატონ ლელა და ძალიან მიხარია რომ ისინი დღეს ჩვენი სტუმრები არიან გთხოვთ მივესალმოთ ლევანი თაკო და საღამოშიდობისა გამარჯობა მოდით ჯერ ცოტა მხიარულად მითხარით ბიჭისთვის როგორია იყო ლელა კაკულიას შვილი და წინასწარ იცოდა რომ ვერასდროს ვერაფრით ვერ მოატყუებ ლევანთან იყო მეგობარი მოსული და ქალბატონ ლელას რაღაცა არეში ამოვნა არ ვიცი მეგობარი კი არა ნაცნობი თვალშები უბრალოდ და ლევანი გავიდა ეზოში დასალაპარაკებლა დაუძახეს გამოდი საქმე ქონდათ ალბათ და ქალბატონ ლელამ უთხრა ლევან არ წახვიდე შორს მალე შემოდიო და კიო აქვე ვარო უთხრა ცოტა ხანში ქალბატონ ლელამ დაურეკა ლევანს ელაპარაკება სადა ხარ დედიკო აქ ვარ ეზოში უპასუხა და დაკიდა თურმე ლევანმა ყურმელი და მე არ ვიცი იმიტომ რომ ხედავ 1-20 წუთის განმავლობაში ქალბატონ ლელა გახსნილი ტელეფონი ძის და ყურადღებით უსმენს და ვფიქრობ ლევანი რაღაცას უღვება ამ დროს თურმე ლევანს გამორთული აქვს ტელეფონი ძალიან ბედნიერად თამამად დგას მეგობრებთან არ ვიცი რა თემაზე საუბრობს და ცოტა ხანში ქალბატონმა ლელამ ესეც კაპუნით დახურა ტელეფონი. აჰა, ყველაფერი გავიგეთ თქვა. რა გაიგეთ? შედობა იყო. ანუ რა გამოჩნდა? ეს ტელეფონი ლევანს კი ქონდა გამორთული, მაგრამ ქალბატონმა ლელამ ის ხაზი არ გათიშა, რომელი ხაზითაც უსმენდა თავის ვაჟს.
ამას მე უკეთებ ხომე ამას ისეთ რაღაც. ამას ეძახით ხულიგნობებს. ხულიგნობებს. მაინც გავფრინდებით, აი ნახავთ. ბავშვობაში როგორი გახსოვთ დედა? ჩვეულებრივ მეგობრული პირველ რიგში და ყოველთვის ესმოდა ჩემი, აბსოლუტურად ყოველთვის გვერდში მედგა და საუკეთესო დედა, ესე ვიტყვი, ჩემს ესე დავახასიათებ მე. ამიტომ, რავი, არც დასამალი არასოდეს არაფერი არ მქონია, თუ აზრი არ ქონია, არასოდეს, მაინც ადამიანი ისეთი ხარ, ცდილობ თვითონ რაღაცა მოვატყუო, მაგრამ ისე შემომხედავდა ზოგჯერ მცვენოდა ხოლმე თავჩაღუნული მაინც ჩემსას ვიტყოდი ხოლმე მაგრამ სიმართლე ყოველთვის იცოდა. როდესაც ცოლის მოყვანა გადაწყვეტად გვერდს გიმშვენებთ მეუღლე. დედამისს იცოდა უკვე? კი, დედაჩემმა იცოდა. როგორი დედამთილი ხართ? მე აქაც ყველაფერი წინასწარის სიტყვაობა რა. ძალიან კარგი. არასოდეს არ ვაწყენინებ, იმიტომ რომ თუ კი ადამიანი რაღაცას აშავებს, მისი ადამიანურობიდან გამომდინარეა. აი რაღაცა უნდა ძალიან რაღაცა და ყველა აშავებს კაცო. ყველა ადამიანი აშავებს. ხანდახან შეიძლება მეც დავაშავო, ზედმეტი მომევიდეს დავუშვათ. რაღაცის თქმა, რაც არ უნდა ვთქვა. ხო და უფრო მეტად მიმტევებელი ვარ ყოველთვის. ყველას მიმართ და ჩემი შვილების მიმართ განსაკუთრებით. ყოველთვის ვანებივრებ, იმიტომ რომ კი ვიცი რაც იქნება, მაგრამ როცა კისერს ინტრობს, კი ვეუბნები. მიცოცხლე ეშინია. კი. ხო, რატო ეშინია? იცის რომ ის ასრულდება და ცდილობს რომ არ გაიაროს იქეთ, სადაც საჭირო არ არის. უი, როგორი დედამთილია? არაჩვეულებრივი პიროვნება პირველ რიგში. დედამთილი ცოტა, როგორ ვთქვათ, მიღებულია მძიმე სიტყვა და ნამდვილად ვერ მიმართავ მაგ სიტყვით და დღემდე ქალბატონოთი მიმართავ, იმიტომ რომ არის ძალიან მეგობრული, ძალიან დადებითი პიროვნება. აი შეგიძლია თავისუფლად ელაპარაკო ნებისმიერ შენ სატკივარზე, პრობლემაზე, გაგიგებს რჩევა, რომელსაც ის მომცემს, არის ყველაზე სწორი. სტუმრად ყავს თაკო. და მოხდა უცნაური რაღაც, მას თქვენი ნიჭი გამოყვა. ნიჭი გამოყვა, კი. მაგრამ ცოტა თავისებურიც არის. როდის შეამჩნიეთ პირველად, რომ რაღაცა ბავშვი დაგებსგავსა? არა, ეს თავიდანვე ვიცოდი, რა დაიბადებოდა გოგო და ზუსტად იქნებოდა პატარა ლელა. პირველი რა იყო, რაც თაკომი წინასწარ მეტყვა? 3 წლის რომ იყო იქიდან დაწყებული, რამდენი რამე აქვს ნათქვამი იმას, რა ქვია, მისმა ძიძამ გაიყვანა თურმე საიმაში, რა ქვია, სკვერში სათამაშოდ. მაშინ რამდენი წლის თქვა? პატარა 3 წლის დაახლოებით, ხო. და იქ ძიძასთან იდგა თავისთვის ესეთ ძალიან სერიოზული ბავშვი, ნაკლებად ერეოდა ბავშვებში ხოლმე თურმე და აი ესე იდგა და გახედა ვიღაცა ბავშვზე და უთხრა ძიძას რომ ახველებსო, ცუდად არის, ეხლა თავის ენა მოჩლეკით თავის ენაზე. არ დაიხრჩასო, ეს ბავშვი ცუდად არის, ახველებს და შენ რა იციო, ძიძას უკითხავს და ვიციო. თან ესე თურმე ძალიან სერიოზულად დაძლევ, ვიცი. და ცოტა ხანში იმ ბავშვმა სირბილე დაიწყო და ბებია წამოხდა უცებ, რომ გაჩერდი, ნუ დარგვიხარ, ხო იცი, გაციებული გაქვს ბრუნხები, ახველებ არ დამეხრჩო. ბავშვს ესე მე აუტყდა ხოლმე მართლაც. ხო, აუტყდა თურმე ხოლმე და ძლივს მოუხსნეს ეს სპაზმი ბავშვს. ამათვის ეს დამთხოვებია. და თქვენთვის რა არის? ჩემთვის ეს არის სუფთა წინასწარმეტყველი. წინ რა იქნება? წინ მე რაც საქართველოზე მაინტერესებდა ფაქტიურად და დავინახე
სიმშვიდე და სიძლიერე, ქართული სიძლიერე მომავალში, აი ეს იქნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მოხვედით ჩვენთან და პირველად პროფილში ყველას გააცანით თქვენი ლამაზი ოჯახი. უღრმესი მადლობა. გელოდებით რეკლამაში.